თუ ჩემი ვიდეოები ძალიან მოკლე არის და არ ყოფნით, მაშინ დღეს გავაკეთებ ყველაზე დიდ ვიდეოს, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. რა თქმა უნდა, ჩემი Instagram-ის გამომწერებმა იციან, რადგან story-ებს უყურებენ ხშირად, მაგრამ რადგან თქვენ არ გყავართ გამოწერილი, დღეს მოგიყვებით TikTok-ის მეშვეობით, როგორ გავატარეთ ჩემი ახალი წლის 1 კვირა. დავიწყოთ იქედან, რომ ალბათ გაინტერესებთ ვინები არიან ეს ადამიანები. არ გეცოდინებათ და მყავს ერაყელი მეგობარი, რომელიც ცხოვრობს იქ და აპირებდა, რომ მის სამეგობროსთან ერთად ჩამოსულიყო საქართველოში სამოგზაუროდ და მისი სხვადასხვა სამეგობრო წრე ერთმანეთისთვის გაეცნო. მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა საბოლოოდ. ყველა მის მეგობარს ჩაურტყეს ვიზა მის გარდა. რა უნდა გაეკეთებინათ გარდა იმისა, რომ ჩამოსულიყვნენ და ახალ წელს შეხვედრილიყვნენ საქართველოში. ჩვენთან გაატარეს დაახლოებით 8 დღე და გაგიზიარებთ ამ 8 დღეში რა მოვასწარით. როგორც იცით, საქართველო მეორე ადგილზეა მსოფლიოში სიმთვრალეს მიხედვით, ამიტომ რა თქმა უნდა დალევა. თუ ვერ მიხვდით, ეს ის ჩემი მეგობარი არის, რომელსაც ვიზა არ მისცეს. ქართული სამზარეულოდან დააგემონეს კიტრპომიდრი სალათა ნიგვზით, ლობიანი, ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური, ასევე მჭადი, ხარჩო. და თავმად შემიძლია ვთქვა, რომ რაც უნდა დაეგემონებინათ, ყველაფერი დააგემონეს. წავიყვანეს სამკერვალო ბარში, რომელიც არის ჩემი მეგობარი აჩის, ეს არის აჩი თუ არ იცით. როგორც აღმოჩნდა, ერეხში McDonald's-იც არ აქვთ და როდესაც მოგზაურობენ მაგსაც ჭამენ, ამიტომ დავაგემონებინე ქართული McDonald's-იც. აქ ლევა ჩემს მეგობარს დასცინის, როგორ ატარებს მანქანას. ახალ წელს შევხვდით ჩემთან და გეტყვით, რომ კერძები გავაკეთე მე და რადგან ამ ვიდეოს წერე, ესე იგი ცოცხლი მივართ. ახლა რომ TikTok-ზე ტრენდი არის პროცეულის ბარში, ეგეც კი მქონდა. სხვა TikTok ტრენდებიც არ გამოვტოვეთ და გოგოებმა მაგიდის ქვეშ ზუსტად 12 საათზე 12 ცალი ყურძენი ჭამეს. აქვე ამ დღეს ჩემს კორპუსში გავიცანი მეოთხე სართულზე ჩემი მეზობელი, სადაც როდესაც გადავედით ერთ-ერთმა ერაყელმა სტუმარმა შოკოლადების შეყარა. და აქედან ისევ სტუმრად გადავინაცვლეთ უკვე სამკერვალო ბარში აჩისთან, სადაც არაბული მუსიკები მესმის და მეთქი საიდუმლო მეცნობა და გამახსენდა, რომ წინ რუსული ზის. ქართველებმა გემრიელი მხოლოდ ქართული სამზარეულო არ ვიცით. ხო და ვიყავით იტალიურ რესტორანში, სადაც კლარიტასს შევუკვეთეთ ტორტის სანთლით და მოვიტყვით, რომ თითქოს მისი დაბადების დღეა. გადავინაცვლეთ ფაბრიკაში, სადაც ჩემი სომეხი მეგობარი იევა გველოდებოდა, რომელიც სომხეთიდან ჩამოვიდა საქართველოში ახალი წლის შესახვედრად და აი ის დღე დადგა, როდესაც უკვე უნდა დავემშვიდობოთ, მაგრამ შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ, თუ რა დაემართათ აეროპორტში. კარგად.